მადლობა ქალბატონ ნანა ზარქრუას და დიდი მადლობა დავით არჩვაძეს და არაჩვეულებრივ კახელას. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო და მიხარია რომ ეს იდეა რაც თაობიდან თაობამდე წარმოადგენს დღეს რაღაცა ნელ-ნელა იდგავს ფერს და მიხარია რომ პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს რომ ის კერა რომელიც წარსულში არის დატოვებული ჩვენ დღევანდლამდე უნდა მოვიტანოთ და ეს ყველაფერი მოდის რაიონებიდან, იმ ადგილებიდან, სადაც იქნებოდა ეს ყველაფერი და ასე დროს სულ მახსენდება ბატონ ჯემალ ჭკუასელი, რომელმაც ერთხელ გადაცემაში მითხრა, ხასამნებურა ვაკეში კი არ დაწერილაო. ასე რაიონებში იწერებოდა და მერე თქვენთან თბილისელებთან ჩამოჰქონდა და გასმენილებდით რა იყო კარგი და გამორჩეული მუსიკა. და მე მიხარია რომ დღეს არაჩვეულებრივი სტუმრები გვყავს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოგზავნებულები და თვითონ ამ იდეის ხორჩესმა რომელიც არა მარტო სიმღერაა ცეკვა პოეზია თუ მხატვრობაშია გამოხატული ყველა იმ ფოლკლორულ ნიშანსვეტთან რომელითაც ჩვენი წინაპრები ერთიანდებოდნენ დღეს უკვე სცენაზე იქნება წარმოდგენილი და მე მინდა უსურო ამ გუნდს რომელმაც დაიწყო ეს ყველაფერი რომ უფრო მასშტაბურად უფრო ენერგიულად გაეგრძელებინათ ეს საქმიანობა და მთელი საქართველო მოეცვა. ახლა უნდა დავიწყოთ ჩვენი კონცერტი და სცენაზე უნდა მოვიწვიო არაჩვეულებრივი სტუმრები ჭიათურიდან, ჭიათურის კვარტეტი ჭიათურა და მარია მოდებაძე. Mesmi
დიდი მადლობა. უნდა მოგახსენოთ, რომ ქართველი კაცის ყოფაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა სიმღერას და მარტო იავნანა დაახლოებით 60-მდე იავნანა არსებობდა. დასაძინებელი, გასაღვიძებელი, დედის იავნანა სხვა იყო, მამის იავნანა სხვა იყო, მუცლის ტკივილის იავნანა სხვა ჰქონია და თავის ტკივილის იავნანა სხვა. ეს ყველაფერი ზოგი იკარგება, ზოგი სამეცნიეროდ მოსულია ჩვენამდე და დღეს რამდენიმე ნაწარმოები შესრულდება აქ, რომელსაც სხვა აღარ ასრულებს და მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ჩაწერილი და მე უკვე გავრცელებული სხვა ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად. ახლა სცენაზე უნდა მოვიწვიოთ ვაჟთა ტრიო, დავით შენგელია, ნიკოლოზ მეურბიშვილი და გიორგი გორგელაძის მონაწილეობით ნუცა სკოლას ასასწრებელი. დიდი მადლობა ბიჭებს. ჩვენ ახლა ეკრანზე ვხედავთ ნახატებს, რომელიც უშკუნელი ბავშვების ნახატულია და ესე გაცოცხლებულ ამოძრავებულია ეს ნახატები და მე ახლა განსაკუთრებულად მიხარია შემდეგი გამოსვლელი უნდა წარმოგიდგინოთ 84 წლის ქალბატონი ლოლა ნიჟარაძე უშკუნიდან. ქალბატონი ლოლა შეგვისრულებს სიმღერას, რომელსაც მხოლოდ მარიამობას ასრულებდნენ სრულწლოვანი ქალბატონები და ამ სიმღერის შესრულებისას წვებოდა ყერები და ინაწილებდა როგორც წმინდა საქმეს. მივესალმოთ ქალბატონ ლოლას და ქალბატონ ლოლას გარდა თითქმის აღარავინ აღარ იცის ეს სიმღერა, რომელიც ადრე ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მთავარ სიმღერას წარმოადგენდა მარიამობის დღეს. ერთი წუთი ქალბატონ ლოლა, ერთი წუთი. Yeah.
დიდი მადლობა მოგლაც. რომელიც დღეს უკან უშვილში უნდა წარგზავდეს და ჩვენ საუკეთესო სურვილები დიდხანს სიცოცხლე უსურვებთ. კარგად გაგზავნებოდეთ თავისუფლად. დიდი მადლობა და ისე უშგულიდან გამოგზავნებიან ახლა ბატონები, რომლებმაც მართლა უნიკალური ფოლკლორის შემოგვინახეს, ისინი მეგობრები არიან და მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულისწყობა არის ის მცირე ახალგაზრდიანობა სოფელში, რომლებიც წარმოდგენილია ალბათ ჩვენი სოფლების უმეტესობა, სადაც ნაკლები ახალგაზრდაა და მათ უნდათ რომ ეს საკუთარი სიმღერის არაჩვეულებრივი ტრადიცია და გამოცდილება გაუზიარონ ახალგაზრდებს და მოდით ახლა სცენაზე მოვიხმოთ ჩვენი უშგულელი მეგობრები. გთხოვთ. უკეთესი აპლოდისმენტებით დახვედროთ ახალს. იმერლები ამბობენ, კი არაფერია ხაჭაპური, მაგრამ როჭამს სიამოვნებსო და კი არაფერია ესტაში, მაგრამ რო უკრავენ სიამოვნებს, მომღერალს აუკრავენ.
დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივ ხალხს, რომელიც ესე სადარაჯოზე დგანან ჩვენი ქვეყნის და მერმა ჯანმრთელობა მოგცეთ და ყოჩაღად მიყავით. ასე, შევხვდებით უშგულში. და ახლა ჩემო ბატონო არაჩვეულებრივი ანსამბლი ლაშხეთი უნდა მოვიწვიოთ ხელმძღვანელი ბატონი ბესო გაბიანი. ანსამბლი ლაშხეთი. დიდი მადლობა. წარმატებების მისურვით. მადლობა.
ახლა უკვე თუშეთში უნდა გადავინაცვლოთ და ნინგი გვარაძე უნდა მომიწვიოთ, რომელიც თუშურს შეგვისრულებს ლუცას სკოლიდან. გთხოვთ ნინგი. მადლობა. ჩვენ სულ ვამაყობთ, რომ ჩვენი ჩაკრობო არის კოსმოსში. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის კონტექსტი, თუ რასთან ერთად არის ჩვენი ჩაკრობო კოსმოსში. წარმოიდგინეთ, როცა გადაწყვეტეს, რომ დედამიწის ხმები გაეგზავნათ კოსმოსში, სულ რამდენიმე ხმაზე შეჭერდა არჩევანი. ერთი იყო აფრიკელი დედის იავნანა, მეორე გახდათ წყაროს რაკრაკის ხმა, ჩიტის ჭიკჭიკის ხმა, აი სულ რამდენიმე ესეთი ცოცხალი ხმას მოუყარეს თავი და ერთ-ერთი იყო ჩვენი ჩაკროლო. ის საოცარი სიამაყის განცდა ყველა ქართველს აქვს. ასე რომ ჩვენთვის სიმღერა იმ ყოფაში გამოხატული ყოველდღიურობა, რომელთაც ქართველი კაცი ჭირსაც და ლხინსაც ერთდროულად იზიარებდა. გუგა მდინარაძე უნდა მოვიწვიოთ ახლა სცენაზე გუნდთან ერთად, გუნდის ხელმძღვანელი ბატონი დავით არჩვაძე.
ეს არაჩვეულებრივი ბავშვები. ახლა ერთი სრულიად არაჩვეულებრივი გოგონა ჭიათურიდან ჩამოგზავნა ჩვენთვის ორი სიმღერის შესასრულებლად და იმერეთში რო ჩავდივართ როგორ ხვდებიან ხო ვიცით აბა ეხლა ჩვენ როგორ დავხვდებით ანი შერგელაშვილს
მოგეხსენებათ, ჭიათურა დიდი კულტურის ქალაქია და სამჭერლო დაწყებული თეატრალური ხელოვნებით დამთავრებული მუსიკალური და არაერთი მნიშვნელოვანი მოღვაწე მისცა ჭიათურამ საქართველოს და ჭიათურელებს სულ ჰქონდათ ხალისი და განწყობა ახალი წლის დღესაც კი, რომ მაგალითად სპექტაკლზე მისულიყვნენ და ერთ-ერთი შემთხვევა მოხდა ჭიათურის იმ არაჩვეულებრივ თეატრში გრიშა ტყაბლაძე უფროს თაობას გემახსოვრებათ. მე ბებიენიკო და ილარიანში ილარიოსო თამაშობს. ჩემო ბატონო სამუდარელ ჭაბუკში რო თამაშობს მამას მაია წნეთელში მეფე ერეკლეს გრიშა ტყაბლაძე გამოვიდა თურმე ახალი წლის მაშინ გეგმა იყო და შეგესრულებინა რომ მე ჩაიეს ამდენი ჩაი უნდა მოეკრიფა და მსახიობს ამდენი სპექტაკლი და ახალ წელს 31-ში სპექტაკლს თამაშობენ და გრიშა ტყაბლაძეს იმედი აქვს რომ კაციშვილი არ მოვა თეატრში და უკვე რომ 5 წუთი აკლია სპექტაკლის დაწყებას იღება კარები და რამდენიმე კაცი როგორც ბატონი გრიშა ბრძანა და შემობოჟიალდა და დასხდა და ნუ დაიწყო სპექტაკლი დაიწყო და ცოტა ხანში სცენა იყო უბრალოდ გაეშალა და მოიშლილა ბატონმა გრიგოლმა ხელი და ბიძია პატრონი არ გყავთ თქვენო ამოდით და სცენაზე შეხვდნენ ახალწელს ყველა სახე და რაღაცა ქონდა პროტაგონი ასეთი ყოფილა გრძელებული საოცარი დიდი ტრადიციების მქონე ჭიათურის თეატრი ცხოვრებას და არაჩვეულებრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი უნდა მოვიწვიოთ ახლა სცენაზე ჩანგი
დიდი მადლობა არაჩვეულებრივ ანსამბლს და მე როგორც ამ წუთში მითხრეს, ბატონი სანდრო გეგეჭკორელი ძანებულა პარტნერში, ჩვენი სასიხარბლო და საამაყო მუსიკოსი, რომელსაც ჟანო კახიძის ცენტრში სულ ცოტა ხნის წინ სრული ანშლაგით ჰქონდა კონცერტი და მიხარია რომ დაუბრუნდა საქართველოს სანდრო დაბახელი და გვიქნიე. მივესალმოთ სანდრო გეგეჭკორს, რომლის ფესვები თეატრიდან მოდის, იმ არაჩვეულებრივი მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც ბევრი სასახელო და მათ შორის ჩვენი სანდროს გაზარდა. ჭიათურული კულტურა უფრო უყვართ, ჭიათურული ხაჭაპური მაგაზე ორჭოფობს ხოლმე, მაგრამ ორივე განსაკუთრებული და გამორჩეული. აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნებაო თქვენს ანსამბლზე, რომელიც აგრძელებს და აგრძელებს მოღვაწეობას და სულ ცოტა ხნის წინ ეს ანსამბლი, მოგესწრებათ ანსამბლ ზიურზე მაქვს საუბარი, დაბრუნდა ამერიკიდან და ამერიკაში ის იყო კონკურსი და ამ კონკურსზე მიიღეს პირველი ადგილი. აი, როდესაც დაიწყო ანსამბლი ფუნქციონირება, იმდიდან დღემდე ბატონი გურამჯაიანი ამ წუთში სკოლისებში დგას, ჩვენი მაესტრო, მივესალმოთ მას და ანსამბლი მზიური მოვიწვიოთ სცენაზე. Hey
დიდი მადლობა გოგონებს. გრძელდება ჩვენი საღამოთ, ახლა სცენაზე უნდა მოვიწვიოთ ბატონი რეზო ოქუაშვილი დავით არჩვაძის გუნდთან ერთად. აბა ბავშვებო, წამოთ. არაჩვეულებრივ ბავშვებს და ეს გუნდი არის გორიდან და ორელ ბავშვებს მივესალმე. ნახოთ. კახი კავსაძის მამა ნატაშკა კავსაძე, რომელიც არაჩვეულებრივ მომღერალი იყო, დასახვრეტად რო გამოიყვანეს, სანამ დახვეწდნენ ჯიბიდან პატარა ფოტო ამოიღო, დახედა, აკოცა ამ ფოტოს და უკან ჯიბეში ჩაიდო. ბადრაკს უკითხავს, აბა მაჩვენე რა ფოტოაო და გამოართვა ბადრაკმა და ფოტოზე იყო კახი, კახის ძმა ივერი და
მეუღლე, ანუ აღის და იმერის დედა ქალბატონი გაგალა, იგივე თამარ ცაგარეიშვილი. უყურებია ამ პატრონს და უთქვამს, ამ ოჯახის პატრონი არ შეიძლება კომუნისტი იყოსო და არ დაუხრეთია. მერე უთხრეს უკვე მეორედ, თუ გინდა გადარჩე, ბანაკში ტყვეებისგან გუნდი ჩამოაყალიბეო. სულ ერთი იყო მღერო და სმენა ქონდა, ხმარ ქონდა, ყველა ვინც ქართველი და საქართველოდან იყო გამოყავდა და გუნდი შექმნა. ერთი ამაშუკელი იყო კაცი, რომელსაც სიმღერა არ გამოსდიოდა და უთქვამს, მოდიოში კონფერენცია იყავიო გამომცხადებელი. დასხდებოდნენ ეს მთელი ფაშისტური საზოგადოება და ეს ამაშუკელი გამოვიდოდა, გამოაცხადებდა. ვარც გაეფუჭქნა გოგორი, სოსელო. იწყებდნენ სტალინის სიმღერას ფაშისტების წინ. მაგრამ ქართულმა სიმღერამ ის ადამიანები მაშინ გადაარჩინა. დიდი ძალაც აქვს და დიდი მუხტიც. წარისის ბრძოლაში ერეკლე მეფე რო შეხედა, რომ არ ყავდა საკმარისი მეომრები, ბრძოლის პირველ ხაზზე მაჩაბელას დასი დააყენა. ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელა. როგორც ერთი ყველა ამოწყდა, მაგრამ გმირობის მაგალითი დაგვიტოვეს აღა მაჰმად-ხანის წინააღმდეგ რაღაცა საოცარი სიმბოლო, როცა ქვეყანაში მოღვაწე ყველა მსახიობი ერთ დღეს წავიდა ამ ქვეყნიდან და ამით გმირობის და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენეს. ახლა ჩვენ სცენაზე უნდა მოვიწვიოთ მარია ვახტანგიშვილი. გთხოვთ მარია.
გამოვიდა ანსამბლი ლაშხეთი უნდა გამოგზავნეს ახლა ისევ სცენაზე დიაჟ დარჯორი სოლისტები ელის ორიანი და ბექა გაბიანი შევედებო დავით პაპიძე, კარგი ხარ გოგო? Thank you.
როდესაც ქალბატონმა ნატომ ამ არაჩვეულებრივი იდეის ავტორმა მითხრა ამ ჩანაფიქრის შესახებ, ყველაფერი ფოლკლორის თეატრი სიმღერაც იყო, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის საკრავები, რომელიც ვიცით, რომ ქართულია, ხანდახან რომ ვანახოთ ზოგიერთ ჩვენთან ამოქალაქეს ძნელად თუ მიხვდება და მით უმეტეს ცოტა ახალგაზრდა თუ იცის მასზე დაკვრა და რა ბედნიერებაა, რომ აი ამ იდეის თაობიდან თაობამდე ჩანაფიქრი არის ისიც, რომ უკრავდნენ ქართულ საკრავებზე. ახლა ჩვენ ვხედავთ დაირას და მაგალითად დაირაზე დაკვრით მოხიბლა ნატო გაბუნია, არაჩვეულებრივი გრიგოლ ორბელიანი და გრიგოლ ორბელიანი რო ყვებოდა, რო კითხეს ბოლო სურვილი რა გაქონ, ნატო გაბუნია მომიყვანეთ დაუკრას დაირაზე და ისე მინდა წავედი ამ ქვეყნიდანო და მოიყვანეს ნატო გაბუნია დაუკრა და ბატონი გრიგოლი სწორედ დაირაზე დაუკრასაც გარდაიცვალა. მერე ხმების შემგროვებელმა დიდმა ანზორ ერქომაიშვილმა ეძება და პარიზში ლუვრის საცავებში მიაგნო ნატო გაბუნიას ხმას დაირაზე რომ უკრავს დამღერეს და სახში რომ მიყავთ Google-ში ჩაწერეთ ნატო გაბუნია და ამოგიგდებთ აი 100 და 150 წლის წინათ როგორ მღეროდნენ და უკრავდნენ დაირაზე საქართველოში. არაჩვეულებრივი ზოიკო ტაბატაძე უნდა დაუთმოთ სცენა, ფანდური სიმღერა დაუკარით. ხაშური და მყოლია სტუბრები და მე სულ ახლა შევიტყვე დავით არჩვაძის ბავშვებს, ესე იგი ყველა მატარებლის გაჩერებაზე დავით არჩვაძეს არაჩვეულებრივი ესეთი გოგობიჩები ყავს და მოდი დავით არჩვაძეს განსაკუთრებული ტაში დავუვიწყოთ.
ჩემო ბატონო, სრულიად განსაკუთრებული ქალბატონი უნდა მოვიწვიოთ ახლა სცენაზე. ის არა მარტო ჭიათურის და საქართველოს სიამაყეა, ეს ქალბატონი გახავთ რაღაცა ადამიანური ძალის, რესურსის, რაღაც საოცარი სიმბოლო, რომელსაც 100 წლის საიუბილეო საღამოზე ჭიათურის საპატიო მოქალაქეობა გადასცეს, მაგრამ იგი გახავთ გეოლოგი, მინეროლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 540 მეცნიერული ნაშრომის და 13,200 ექსპერიმენტის ავტორი. 103 წლის ქალბატონი, აკადემიკოსი ელენე აბაშიძე მოგზაურობა ახლა სცენაზე. ამერიკის ბიოგრაფიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ორჯერ 98-ში და 2009 წლის ქალბატონის წოდება შეყვანილია მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის და მსოფლიოს 100 ყველაზე საინტერესო ადამიანის სიაში. გამოცემული აქვს როგორც ავტობიოგრაფიული, ასევე სხვადასხვა თემატიკის წიგნები. უნდა მოგახსენოთ, რომ მისი გადაცემა იყო თამსვლელობა და მსოფლიოში ცნობილ ალპინის დალიოშა ჯაფარიძეს მიერ მოწყობილ ექსპედიციებში იღებდა მონაწილეობას, ხვამლის მთადალაშქრა და სხვადასხვა ექსპედიციებში. ქალბატონი ელენე დაჯილდოებულია მუსიკალური ნიჭით და იგი არაჩვეულებრივად უკრავდა მღერის. მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერი ამჟამად შესანიშნავად აზროვნებს მეთოდებებს და ჯერ კიდევ შეუძლია ფილარმონიის სცენაზე გამოგზავნება. მეგებების ჩვენ ყოველ სასიხარულო დღეს და მინდა რომ გაიხაროს საქართველო და მოვესწრონე ამას. მაგრამ აი ამას რომ მოვესწრინე ნამდვილად. არ მეგონა თუ ამ ხანსაც ვიცოცხლეთი, მაგრამ ალბათ ჩემზე არ არის დამოკიდებული. მიხარია რომ საქართველოს ვატყობ რომ აღსდგა. ვატყობ რომ ძალიან მიხარია კიდევ ისიც რომ აი ამ ახალგაზრდობამ მიხვდა რომ საერთოდ საჭიროა სცენა, საჭიროა შენი კუთხის ძველი ამბების გამტკიცება. მე მართალი გითხრათ, დავიბადე 1922 წელს. 1922 წელს. მე სწავლობდი საშუალო სკოლაში. ფრედოსან მეყავი რა თქმა უნდა, მაგრამ თავს მუშაობდი ბატონო. მუშაობდი იმისთვის, რომ მემზადებოდი თბილისში წასასვლელად უნივერსიტეტში სასწავლებლად და არ მინდოდა რომ დავჩენილიყავი უმაღლეს განათლების გარეშე, რადგან მამა მიყავდა გადაასახლებული. დედას არ ქონდა მისაშუალება რომ მე წავსულიყავი საერთოდ სასწავლებლად თბილისში, ამიტომ მე იძულებული ვიყავი. აი თქვენ თუ მეთქვით მაგალითს ბავშვი სწავლობდეს ორგან, ისე მის მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდი, ვიყავი ფრედოსანი ორგანმენი სკოლაში და მუსიკალურ სასწავლებელში და თან აუცილებელი იყო შემჩენთვის მუშაობა, რომ მეშოვნა საშუალება ალტო ჩამეცვა, ჩამეცვა და წამოსულიყავი სასწავლებლად თბილისში. აი ასეთი
სიმღერისთვის კი არ ვარ აღგაჩენილი და მას ჩემი დამსახურება მეცნიერებაში თქვენ წარმოიდგინეთ მიკროს არ მეგონა რომ ხმა რეზონანს გამოიწვია ჩემი ნამუშევარი ამერიკის ღირსების ორდენი მათ ბატონებო ჩემი საქართველოს ჩემი სამშობლოსათვის სიმღერას კი არა სიკრესაც არ დავიწყო That's my. I don't be just sure, Mom, that's true.
დეიდაშვილი. და ახლა ქალბატონები სწორედ მედეა ჯაფარიძის სახელობის არგვეთის კულტურის სახლთან ასებული არაჩვეულებრივი ანსამბლი უნდა მოვიწვიოთ ციცინათელა საოცარი ქალბატონები და კი ბატონო და ამ სიმღერას ჩვენ ქალბატონ ელენეს მიუძღვნით ჩემო ბატონო ანსამბლი ციცინათელა შევეგებოთ და ახლა უნდა სცენაზე მოვიწვიოთ ანსამბლი ჩანგი.
მადლობა არაჩვეულებრივ ანსამბლს. და ჩვენი საღამო დასასრულს მივუახლოვდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თაობიდან თაობამდე ამ არაჩვეულებრივ ინიციატივას უკვე ჰიმნიც დაუწერეს და ამ ჰიმნის ავტორი გახლავთ ქალბატონი თამარ მივესალმოთ ქალბატონ თამარ. ვიცი რომ პარტიაში ბრძანდება
და აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ფილმის შესასრულებლად ჩვენ ახლა სცენაზე უნდა მოვიჭროთ ნუცას სკოლისა და N სტუდიოს აღსაზრდელები, გთხოვთ გამოგზავნეთ სცენაზე და სანამ დავასრულებდეთ ჩვენ საღამოს, მანამდე განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ნატო თხემალაძე, დავით ულიას, გთხოვთ ქალბატონ ნატო გამოგზავნეთ რომლის არაჩვეულებრივი ინიციატივით გთხოვთ მივესალმოთ ქალბატონ ნატოს. მოეყარა ამ ყველაფერს თავი, მოიკრით ებროს სიტყვას. პირველი დიდი მადლობა რომ გაგზავნით და დავაფასეთ ეს ჩვენი პირველი ჩვენება ასე ვთქვათ. ძალიან დიდი და საინტერესო პროექტი გვაქვს. გადავხედოთ იმ ჯაჭვს, რაც მოვიდა დღემდე და არ გავწყვიტოთ ის, რაც მაქვს საუკუნეებს ჩვენთვის საუკეთესო თვითფასი. და იმედი მაქვს, რომ ესეთი ახალგაზრდობა მოდის, რომ ამას შეძლებს და ჩვენ კიდე როგორც შეძლებს, ესე შევუწყოთ ხაზგასმება. სანამ დავასრულებ, დიდი მადლობა. რა თქმა უნდა და მე უნდა ასევე მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნურსა ჯანელიძეს, მუსიკალურ ხელმძღვანელს, ოპერატორ გიგი ფალავანდიშვილს, ჩვენს არაჩვეულებრივ რეჟისორს და მომღერალს ლადო ჯანელიძეს და მადლობა უნდა უთხრათ კულტურის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიას, რომლის მხარდაჭერითაც შედგა დღევანდელი საღამო. ჩვენ საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით და ამ არაჩვეულებრივ ბავშვებს გიტოვებთ. ნახვამდის კარგად სამდელობთ.